ეს იყო ძალიან დიდი ტკივილი. ტკივილი იქიდან გამომდინარე, რომ 2011 წლიდან მუშაობ ამ სისტემაში და მე ვარ ერთ-ერთი პირველი სპეციალისტი, ფსიქოლოგი, ვინც აი მართვსაჯულების სისტემაში გაეროს ბავშვთა ფონდიდან მოხვდა და ჩვენ დავიწყეთ აი ამ სისტემაში მუშაობა იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები დაგვეცვა. იყო რამდენიმე Facebook პოსტი, სადაც დავწერე, რომ ძალადობა უნდა შეეჩერებინათ, რომ დღეს და ამჟამად არ იყო ახალი წლის დანაცვის ხის დადგმის დრო და ძალადობა უნდა შეჩერებულიყო. იყო ღიად გამოცხადებული ჩემი პოზიცია, ჩემი თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რომლებიც აბსოლუტურად უმიზეზოდ გაათავისუფლეს და მათი გათავისუფლებაც ცხადია დაკავშირებული იყო ზუსტად იმ პოლიტიკურ მოვლენებთან. მე მათ მაშინვე უჭერდი მხარს, დღესაც ცხადია უჭერ მხარს, თუმცა როდესაც მე ღიად გამოვხატე ეს პოზიცია და მოვითხოვე პასუხი ხელმძღვანელისგან, რომ რატომ განთავისუფლდნენ პირადად ჩემი დეპარტამენტიდან 4 თანამშრომელი, თორე ისე სააგენტოდან 9 სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი და ასევე მედიატორები, მე ვიცოდი, რომ აი ამ ჩვენს პროტესტს, აი ამ კითხვებს, ამას მოყვებოდა ჩვენი გათავისუფლება.